დღეს გვირის პანტრაში გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებები უკვე მოჰყვა. ამჯერად მაესტროს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე უპასუხებს. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის მეც. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, ყოფილის შემდეგ უკვე მოქმედი პრემიერი ამბობს, რომ საუბარია მოსასმენ საშუალებებზე, რომელიც იქნა შეძენილი და შემოტანილი წინა მთავრობის დროს. რა კომენტარს გააკეთებ ნაციონალური მოძრაობის დროს უკანონო მოსმენების შესახებ ინფორმაციას თქვენი გუნდის წევრებიც არ უარყოფენ? რა კომენტარში ამას გააკეთოს, ეს ადამიანი მოწყვეტილია სრულიად რეალობას, ცხოვრობს რაღაც თავის პარანოიდულ სამყაროში, იმ სამყაროში, სადაც ჩვენ უსმენთ ამჟამად მოქმედ ხელისუფლებას, უსმენთ მათ შორის ივანიშვილსაც, სამყაროში, სადაც მან ყველა დაპირება შეუსრულა უკვე, რომელიც გაცაწინა საარჩევნოდ, იქ სადაც ჩვენ რაღაც 500 კაციან ჯგუფებს ვქნით, რომ ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ ობიექტებზე რაღაც გაფიცები მოვაწყოთ, მანამდე საბრძოლოებს ვიბარებდით და უკრაინიდან ინსტრუქტორები ვიყავით ჩამოყვანილი და ამ შემდეგ შემიძლია უამრავი ესეთი ბოდვის მაგალითი ჩამოთვალო, ამაზე მეგონი სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ თუ ადგილია. ბატონო ზურაბ, სხვათა შორის უკრაინასთან მიმართებაში ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა ამ ომში იგულისხმება რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ვითარება, ჩართული საქართველოც გვეხილა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალანსებული პოზიცია გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან და მათ შორის დაჩაგრულ უკრაინასთან. ივანიშვილი ინტერვიუში მხარდაჭერას ამ ფორმით გამოხატავს უკრაინის მიმართ, თუმცა თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი, რას მოითხოვთ ხელისუფლებისგან? მე არის სიტყვა დაბალანსებული, რას ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან წირი ლექსიკა აქვს ამ ადამიანს და ერთ იგივე სიტყვის იმეორებში, ხშირად არ ვიცი დაბალანსებული კარგია თუ ცუდია. ჩვენი საზით არასწორი პოლიტიკა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას უკრაინასთან მიმართებაში, ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. ჩვენ თვითონ ახლა არის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, როდესაც საქართველოს დეოკუპაციის პრობლემა და დეოკუპაციის თანხლები პრობლემები, როგორც არის ეთნიკური წმენდა, რომელიც მოხდა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილების დაბრუნების პრობლემა, აი ეს საკითხები უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თანხლებ პრობლემად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე, ანუ როდესაც რუსეთს დასავლეთი ჩვენი პარტნიორები მოუწოდებენ, რომ მან უნდა მოახდინოს ერთის ხუთის შეწყვეტოს ცეცხლი უკრაინის აღმოსავლეთ, შემდეგ მოახდინოს ყირიმის დეოკუპაცია და შემდეგ აი ამ პაკეტში უნდა განიხილებოდეს ჩვენი პრობლემებიც, იმიტომ რომ ამას აქვს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა. ეხლა არის ისტორიული სანქცია, როდესაც ჩვენი მთავრობა ამაზე უნდა მუშაობდეს პროაქტიულად და ამას როდესაც არ აკეთებს ჩვენი მთავრობა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის სერიოზული შეცდომა. ის რომ ჩვენ მთავრობას რაღაც თავი აქვს ჩარგული მიწაში და სირაქლემასა ვიდგომია, რომ ამითი გადაურჩება რუსეთს, ეს არის ნონსენსი, უკანასკნელი წლების ისტორია, საქართველოს უახლესი ისტორია გვასწავლის იმას, რომ ესე ჩვენ ვერ გადავჭრით. პირიქით ჩვენი პრობლემები უნდა იყოს რაც შეიძლება აქტუალური და უნდა იყოს დღის წესრიგში საერთაშორისო არენაზე. ეს არის სერიოზული პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე ასევე საუბრობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის კონტექსტში. ამბობს, რომ მარგველაშვილის და მართველი გუნდის დაპირისპირება სწორედ საპარლამენტო ოპოზიციას აძლევს ხელს. პარალელურად თუ გავიხსენებთ სარბში ყოფილ პრეზიდენტთან პარტიის წევრების შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლებიდან გარკვეულმა პირებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ივანიშვილი კი ამბობს, რომ მარგველაშვილს ამბიციებს უღუვებენ. გაძლევთ ხელს ეს დაპირისპირება და მარგველაშვილის მაგალითზე შესაძლოა ხელისუფლებაში დაპირისპირება კვლავ გამწვავდეს? ერთი ამ ადამიანს თუ მარგველაშვილზე არის საუბარი, ამბიციები თუ უნდა გაუღვივა თვითონ ივანიშვილმა გახადა საქართველოს პრეზიდენტი. ისე ვერასოდეს მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ამიტომ რა ამბიციების, დამატებით ამბიციების გაუღვივებაზეა ჩვენი მხრიდან საუბარი, უბრალოდ არ მესმის. მეორე, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღევანდელ ხელისუფლებაში ყოფილი გუნდის წევრებმა, გულისხმობდა იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკან მიაქანებს ქვეყანას, უშვებს სერიოზულეს პრობლემებს, ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს კრიმინალი, იქნება ეს ეკონომიკა, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, მათ ჩვენ გვახსოვს უკანასკნელ პერიოდში საშინელი პრესა და საშინელი კრიტიკა, რომელიც მოდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, გულისხმობდა იმას, რომ აი ამ ყველაფერს კონკრეტული ადამიანები, რომელსაც პრეტენზია აქვთ, რომ ისინი არიან დემოკრატიის მომხრები, ისინი არიან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფის მომხრები, ისინი ამას უნდა გაიმეჯნონ. საუბარი არ ყოფილა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან იმაზე, რომ ვიღაცა უნდა გადმოვიდეს ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ არავის აქ არ ველოდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. რაც შეეხება ზოგადად დაპირისპირებას ღარიბაშვილსა და მარგველაშვილის შორის, სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება მარგველაშვილის და ღარიბაშვილის შორის არ არსებობს, ისე როგორც არ არსებობს დაპირისპირება მარგველაშვილს ზოგადად მთავრობაშობს. დაპირისპირება არსებობს ივანიშვილსა და მარგველაშვილის შორის ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილმა გადაწყვეტა შესულიყო პრეზიდენტის სასახლეში. ამის შემდეგ ივანიშვილმა ის აითვალწუნა მთელი მთავრობა და მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, რომლებიც არიან მისი ყურმოჭრილი მონები, პირდაპირ თქვა, ისინიც ცუდ ურთიერთობა გასაგებია. სხვა არანაირი დაპირისპირება რეალურად არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკრიტიკებს მედიას. ბატონო ზურაბ, როგორია თქვენი შეფასება?
თუ ერთი რომ მარტივი შეფასება არის ის, რომ ივანიშვილის გაცხადებული აქვს, რომ მისი საყვარელი და გაზეთი, რომელსაც ყველაზე ეროვნულ და პრინციპულს უძახის, ეს არის ასავალ დასავალ შესაბამისად ამ გემოვნების მქონე ადამიანისთვის სულად ჩემთვის სულად გასაგებია, რომ ადამიანს რომელსაც ესეთი გემოვნება მას შეიძლება არ მოსწონდეს, ან რუსთავიორი, ან მაესტრო, ან იმედი, ან ნებისმიერი სხვა მედია საშუალება. ეს ერთი რაც შეიძლება ითქვას. მეორე, ზოგადად ამ ადამიანს და მის პოლიტიკურ გუნდს აქვს სრული მიუღებლობა კრიტიკული აზრის, ამიტომ როდესაც ჟურნალისტები რაიმე კრიტიკულს ამბობენ მასზე, ის ჟურნალისტებს ეძახის, რომ ისინი არიან ნაციონალობის ჩანერგილები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან მისი კრიტიკული შეხედულების გამოხატავენ, ისინი მღარიბაშვილი ამ შემთხვევაში ახმოვანებს ივანიშვილის პოზიციას და იძახის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს უთხიანძის, როდესაც დასავლეთის პრესა ან დასავლეთის ლიდერები გამოდიან კრიტიკული მოსაზრებებით, ის იძახის, რომ ისინი ყველანი არიან ბოკერები და ნაციონალების ნაკიდები. ანუ ეს არ არის ახალი, მსგავს ასეთი რიტორიკა ქონდა ადრეს და ახაც იგივე საგზელებს მიეს არ გამკვირვებიან. თუ გავიხსენებთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, ბატონო ზურაბ, და იმ დროს მედიის კუთხით არსებულ ვითარებას იყო მკვეთრად უარყოფითი შეფასებები, ასე როგორც საერთაშორისო ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. იყო ძალისმიერი მეთოდებით ჩარევაც. თავად მიხეილ სააკაშვილმაც კი განაცხადა, რომ მედიასთან ურთიერთობა იყო მისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა. დღეს ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კრიტიკა შესაძლოა ერთგვარად მედიაზე ზეწოლად შეფასდეს? კი, იყო წარსულში მსგავსი შეცდომები, თუ წარჩოვის ძალისმიერი ჩარევებიც, რომლის შემდეგაც პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, შემდეგ ხელახალი არჩევნები ჩაატარა. არჩევნები შეიძლება თუ არა ზეწოლად შეფასდეს, ზეწოლად შეიძლება შეფასდეს ის, რაც მოხდა მაგათაც პირველ არხზე, როდესაც იქ არიან უშობის სამსახურის თანამშრომლები ჩანერგილები, როდესაც იქ ისი აურია ივანიშვილმა სიტუაცია, რომ ეხლა რაღაც ორი საბჭოარი და საერთოდ დისფუნქციური არის ეს არხი გამختარი. ზეწოლად შეიძლება შეფასდეს ის, როდესაც რუსთავიოში აღმოაჩენენ მოსასმენ აპარატურას და შემდეგ ნაციონალებს აბრალებს, რომ თვითონ ჩვენ დავამონტაჟეთ და შემდეგ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც ზეწოლა და უხეში ჩარევა დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებაში. რაც შეეხება ივანიშვილის რაღაც ესეთ განცხადებებს, თავისთავად ეს განცხადებები არაფერს არ ნიშნავს, ისე როგორც არაფერს არ ნიშნავდა მისი მაგალითად გაცემული დაპირებები, რომ გასაგებია, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბატონო ზურაბ, თუ არ ვწდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილში წერს, რომ თავის დროზე პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მეკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17000 პატიმარზე, მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17000 კაცი უკანონოდ ყავდათ დაპატიმრებული. ამ შესახებ ივანიშვილმა კრიმინალზე საუბრისას განაცხადა. თქვენ შეგიძლიათ მესამე ღია წერილით ივანიშვილს ტელეეთერით მიმართოთ. ხო, კარგია რომ წაიკითხა ეს წერილი, წინააღმდეგ თუ წაიკითხავს, ესეც კარგი იქნება, კიდევ უფრო კარგი იქნება თუ წაკითხულობენ შინაარსის გამოტანას, აზრის გამოტანას ისწავლის, რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს 17000 რიცხვი ახსენა ღარიბაშვილმა. ჩემ წერილში ეს არ ეწერა, ჩემ წერილში ეწერა კითხვა, როდესაც გამოუშვა 17000 ადამიანი და იძახდა, რომ ისინი არიან უსამართლო და უკანონო დაპატიმრებულები, ჩემი კითხვა იყო მისდამი, რამდენმა ამ 17000-დან შეძლო დაემტკიცებინა 2 წლის განმავლობაში, რომ ის იყო უდანაშაულოდ ან უკანონოდ დაჭერილი. ამაზე იყო იქ საუბარი. ზოგადად საუბარი იყო იმაზე, როდესაც 17000 თუნდაც შეიძლება მათ შორის იყო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დამნაშავეები, პოტენციურად დამნაშავეს უშებ საზოგადოებაში, ცხადია ბუნებრივია უნდა ქონდეს ლოგიკური მოლოდინო და კრიმინალის დონე აიწევს. ამაზე იყო იქ საუბარი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მაესტრო, შეკითხვებს პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პასუხობდა.